რაღაცნაირი რული აქვს. აი, მანქანები ნახე როგორ ჩანს იქ. გასვლა რული. აი, მანქანებს როგორ ხედავს. და რატო არ ხედავს, რომ ემები რო აყენია, მაგას რატო არ ხედავს? აი, ხა მომინდომეში. კუზაოსნობს მაგის დედავატირე და მეტი რა გინდა. ტრაილერი მიდის, მარშრუტკა მიდის, თუ რა მიდის, ყველაფერს თქოს. ეს რა არის შავი, სტორმა დაინახა რაღაც. ხო. გაზ გაუშვებ ეგრევე ჩერდება. ძალიან უცნაური სატარებელი მანქანაა. აი, დაჯეწევა მოტრიალებაში. რავი, რულს ვერ გაუგე, ხო შეჩვეულო ხარ, რომ დაატრიალებ, იქ მოკიდებ, აქ მოკიდებ რაღაცა. გადაჭერილი რულია. ო, რაღაცნაირი რულია. ნაღდი პლეიტია რა. მოიც. ეს არის აქ გვაქვს რეჟიმები არის წყნარი ეფიციენტი რო არის BMW-ზე სპორტი პლეიდი და დრაგის მიდი რა დაიგიდე რა კაი გაჩერდა დააჭირე რა არ უნდა ვიტყვი კაცო თავიდან ვიტყვი აიდა შედი ერთ წამი ჩამოწია ხეთ ჩასქროლეთ მაო აი რუსკი язык სადაცაც язык ეკრანა პარკი დააპარკინგე просто ერთ წამი ხო და აი ზევით აი ესა და English Do you speak English ესპანიოლ English Okay. Русский. აი ესე რომ ქოქავ კი არა და რომ თავ ამე ანიმაციები გამოდის როგორც BMW-ს. კაი, აბა იწეღან რეჟიმები რო იყო. Pedal and steering. გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. მე დაგიბრუნდით შემდეგი ვიდეოთი. ეს ცოტა უცნაური ვიდეო არის, იმიტომ რომ ელექტრომანქანით მოვედი და უნდა გავზომოთ M5-ზე ჩქარი არის თუ არ არის გაკეთებული M5-ზე. და ეს მანქანა არის Tesla Plaid-ი როგორ არის? 1020 ცხენიანი. მე მგონი. და ისიც. ხო და გავზომავთ აჩქარებას 0-100 402 მეტრს. 100-200-250 დახურულ ავტობანზე, სადაც არავინ არ დადის და არ გავგაგდებენ და საფრთხეს არ შეუქმნით არავის. ხმაურის კანონსაც არ დავარღვევთ, გრუშტელები არ გვაქვს. და ზოგადად შევაფასებ მანქანას, მე დიდად მოყვარული არა ვარ ელექტრომანქანების, მაგრამ ნახოთ ახლა აბა რა გამოვა, როგორ ემოციას მივიღებ და რა შედეგს დადებს. დავიწყეთ, წავედით. აი ესე აუსმევთ ის და მიდის ეგრევე. ეს კარობკა აქვს მაგარ ესე. მანქანას გაუსმევ ხელს და всё. სიჩქარე ჩავაგდეთ. აბა წავედით. მინდა გითხრათ რაღაცა ძალიან უცნაური რული აქვს. შეჩვეულო რო ხარ მრგვარ რულს და რულის ტრიალი უფრო რაღაცა იადვილდება ეს რაღაცა პრუგზე რო ატრიალებ წეგან ზადნით რაღაცა ვეძებდი რულს და გამიჭირდა რულის დატრიალება. რაღაცნაირი უცნაური მანქანაა. ისე ჩვევებია. რა რომ მიეჩვევი, მე იმას ვერ დაატრიალებ წესიერად. აი სულაო პერფორმანსა და რო გეკითხებიან ხო? ნაი, Google-ში ჩაწერეთ სულაო პერფორმანსი. ეს 65 ალპინას ადარებ Tesla-ს. ბოლოს რაც სიტვიჯექი ზუსტად ამზაზე, მაგას შევადარე. ხომ სადის და სად ეს სხვა კლასია, ის სხვა კლასია. დიდი სხვა არა. ნეცვიაზი 93%-ზე გვაქვს ელემენტი მაქსიმალურ ძალას გამოიმუშავებს. დანიმია. საიდან ირთვება დანი? ალბათ ეს არის. დანლით ვიყავით კაცო. არა, არ იყავი. ეს სულ ჩართვა რო გინდა რა ხდება? წკაპ. რო დაგიგავია ავტომატზე რა. თქვა დანლით ჩართვა მინდა და არ მინდა ესე მეჭიროს. მაგ დროს ახდება. აი ხა რულის დატრიალება მინდა და რანაირად ვატრიალებ რულს შეხედე რაღაცნაირად.
ატმოსფეროს უფრო კაი ეფექტია. ესე იგი მანქანაში ვზივართ 3 კაცი. პლუს მანქანას დამატებული აქვს 100 კილო აქვს დამატებული ხმის იზოლაციის. ამიტომ ბევრად მძიმე არის ვიდრე ქარხნული პლეიდი არის. ჩვენც სრული მამაკაცები ვზივართ, კაი წონიანი მამაკაცები ვზივართ. 100 კილო ვარ და შენ არ უცადე ხა. თქვენ მე ცოტა მაკლია, მე 85 ვარ. ამიტომ ვზივართ ესე იგი 285 კილო პლუს 100 კილო. ეს რა უცნაურია, გაზ გაუში ეგრევე დაატორმოს. ანუ აქ კაუტკა იცვლება 100.000 ერთხელ. და მაიცა ისო. ეხა რაღაც უნდა დააჭირო რო წაფწაფდე. რას? რა ვიცი. ტორმოზი გაზი. ეგრე არის? ეცა არ წახმიოზე. წავიდე? ეცა. ტორმოზი გაზი უნდა, ხო? ტორმოზი გაზი და უშვებ ტორმოზს რა. დოთხარ? კი. აი გუყურებ პრიბორს და განახებს როცა მზად იქნება. გუყურე? ის რომ მოდის რა გასხეულსნება რაღაცა? კი. მზად არის ეს. აბა, 1, 2 და 3. 60, 100, 200. რამე იგძენი? კი. ჰა? კატასტროფა. აბა მე გატროხებული მაქვს თუ რა არის? არა, ბიჭო, თავიდან სასწავლო წავ. ვაფშე ვერაფერი ვერ ვიგზენი. გამიტრუხდა M5-ის ამბებში? 100-205 მეოთხე დილი 10:33 0-315 ო და აი M5 უფრო ჯგარია. ეგ პირველი მსვლელობა იყო კაცო. ჰა? კიდე წადე. რავი ვაფშე ვერ პირველზე არ მიდის ერთ მეორე მესამე ჯერზე მიდის კარგად. გატრუხებული მაქვს აჩქარება იმენაჩი. იმ დღეს იმითი პორშეთი რო დავდიოდით, ტაიკან ტურბოთი. ბიჭო რო ვაჭერდი უკან ბიჭები ხომ ეжда. რა მაგრამ მიდის და მე ვაფშე ვერ ვგზნობდი და ვერ ხვდები. იმე M5-ის მერე შეიძლება ბაზარი არ არის. ო მაგრამ რავი ესეც ხო ის ხო არ არის რა, პლეიდია ბოლობა. სამი კაცი ვიჟე. იქ 5 კაცი ვიჯექით. და 10-2-ში ვიარე 400 მეტრი. გაჩერდა 266. გაჩერდა? ო. არ ვიცი მართლა გატრუხებული მაქვს, მე მგონი აჩქარება ვაფშე ვერაფერს ვერ ვგზნობ ჩემი კაი. ვიღაცა ეხა გადამივლის პლეიდის აჩქარებას როგორ ვერ ვგზნობ ხო მაგრამ რა ვიცი. 292. რა? 100-0. ო რა. 100-204 მეოთხე დილი 10-12. კაი მოტრიალდეთ და მოხდა იმის. რისპერი არ წავიდა გიო? 266-ე თითქოს გაზ გაუშვი ფეხი ისეთი ეფექტი იყო. გრანიჩტელი ხო არა ამაზე შარტული. 4-6-10-1. ბიჭო, M5-ს უფრო დედამო ეფექტი აქვს რა. კი, ანუ ხმა და იმით ახლა პარკოიძე ავტომობილი. 100-205-04 ჩქარია 0-100-29 0-200 წამი 260 რა არ უნდა გაჩერდეს 322-მდე უნდა წავიდეს და так всё speed limit off normal mode ზაზარი 250 4-6 ო აი
ნახე 200-250 ბევრად ჩქარია M5-თან შედარებით. 250 ბევრად ჩქარია M5-თან შედარებით? ხო. აი 4-6 არა. ვა. იმ შენ გაკეთებული M5-თან შედარებით? ხო. ვა. მე 100-200-იც უფრო ჩქარია. მაგრამ ეფექტი არა, რავი, მე ვერ ვგზნობ რაღაცა. მე მაგრამ დროს რასაც უყურებ, 1-0-100 ცოტა ცუდი აქვს იმასთან შედარებით, მაგრამ ჩვენ აქ ვზივართ. 3 კაცი ვზივართ. 4 კაცი თქვი ფაქტია. 4 კაცი, ხო, წონაც. 1-4 გქონდა 10-1. 5-0-4 იყო 100-200. ბიჭო, აქ ნახე ჯი რამ ხელაზე ადის და ვაფშე ვერ ვგზნობ. შენ დღეს ვერ ხარ კარგად და მაგ. წნევა ხო არ გაიწვა. წნევა თან ამ ხელა აღმარძე მივდივარ ჩეხედე. აი, გავიაროთ კიდე ერთ. ნუ საბურავი ცოტა ხო ცივია ეხა მაინც ასე თუ ის. ხო, მაგრამ წონა მაინც თავისო შვი. ამ ხედავთ საინტერესოა ასიროს. აი, ეს სად ვარ? ასკროლე ეს უკვე. ეს. აი სიჩქარეები როში როგორ. ესე იგი სიჩქარეების ის დავაპარკინგოთ. თქვათ გვინდა წინ წავსვლა, აქ უნდა მოვკიდოთ მანქანას ხელი და ავწიოთ ზევით. ესე წავა წინ, თუ მოვკიდოთ და უკან წამოვიყვანთ, წამოვა უკან. ეს აქ არის ნეიტრალი და აქ არის პარკინგი. ჩვენ გვინდა წინ. წავედით. მოდი მინდა უკვე ხლეზე მითია. 4-9. 4-9. ვა, ანუ ყოველს კაი შედეგი ეხება. თან 3 კაცით. ძალიან უცნაური მანქანაა და შეჩვეული რო არის მიგალკის ჩართვა მიგალკა რა. შენ და მიგალკაზე ატრაკებელი. მაშინ მიგალკაზე ვიღაცას ის მილიციელი მეგონე და მოხვევის მაჩვენებელი რომი და ჩავთვა აქ რო ვარ შეჩვეული, აქ კნოპკას თუ დავაჭირო რა. პაუერტნიკი რუსულია და არ მინდა. მიგალკა. მიგაეთ. ეხლა თავისით გაითიშა, კი ბატონო. ერთი ვერ დავამუღამე დანლი სულანთებული როგორ უნდა იყოს ე. აი, ავტო. ხანი უნდა აჭრებო. ხო. აი. იმენა ის არის. პლანშეტია რა. მოსიარული პლანშეტია. ისე თქვი ხა ამ მანქანის პატრონი არის თან BMW-შნიკი. ამ მანქანის პატრონი გაქანებული BMW-შნიკია. ეს რა ჩარტე? აუ, მონიტორი მომიტრიალა, რა ხე. BMW-ს ტორპედო გააძრო, მომიტრიალა ჩემსკენ. ესე იგი, პლეიდის მონაცემები არის 1020 ცხენის ძალა აქვს. ნიუტონი რამდენი აქვს? 1200. ბევრი ნიუტონი აქვს. ვერ ვარ ყავი პლეიდებში ვაფშე აზზე არა ვარ. ერთი ვიცი რომ ჩქარი არის, მაგრამ რო დაჯდება, ჩემი ფეხები აღარ არის ჩქარი. წეგანა 93%-ით ვიყავით, ეხა ვართ 85%-ზე ჩამოსული. დავაჭირეთ ორჯერ. მაგრამ არ ვიცი, მეც რაღაცა იმ დღესაც წეგან კი ვთქვი, Porsche Taycan turbo S-ით ვიარე და ვაფშე ვერაფერს ვერ ვგზნობდი აჩქარებას და რაღაცეებს და აქაც იგივე შეგრძნება მაგ და არ ვიცი რა ხდება, არა და დროის მიხედვით ბევრ აჩქარი არის M5-თან შედარებით, მაგრამ ეფექტი რავი, ეთყობა ძრავის ხმარო არის მისა რაღაც ეგეთი სხვა ეფექტი აქვს რა. დროის მიხედვით ჩქარია, მაგრამ აჩქარებაში, გზნობაში, რავი, მე ვერაფერს ვერ ვგზნობ, რომ რაღაცა ისეთი ჩქარი მანქანა. მიგაკრა, გინდა ეხა მიგაკრა უცა. ეგე? სპიდომეტრი გიგარბის გიჟივით და. რაღაცნაირი დასამუღამებელი მანქანა უნდა მიეჩვიო რა. ეხა პირველად ვზივარ ვაფშე ესეთ რაღაცა მანქანაზე და ცოტა არ იყოს უცნაური მანქანა არის ჩემთვის. მე კიდე განსაკუთრებით არ მიყვარს ელექტრომანქანები, რავი, მუღამს ვერ უჭერ. ჩემი აზრით, სიცოცხლე არა აქვს ელექტრომანქანას.
რამდენია? 0 200 და 8 200 5 და 1 1 და 4 10 08 10.08. ხო მეოთხედი მინი კაია. 202 და 8 ანუ გავაუმჯობესებ და 100 100 200 ვერ. 5 და 1 ხომა ბევრი ვძივარ, წონა გვაქვს დიდი. ერთი უნდა ჩამოხსვა და მარტო უნდა გავიარო და 100. დავაფიქსიროთ. დავაფიქსიროთ რეალურად რა შეუძლია ამ მანქანას სანამ დაგვიჯდა. ერთი გარბენი 2 შეუძლია მომდან მაშინ ეხა აქვე ჩამოხსვათ ხიდის ქვეშ. ხო და მე პირდაპირ წავალ გავზომავ და უკან მოვალ. მარტო გავიარე. 100-200 კი გავაუმჯობესე, მაგრამ 0-100 და 400 მეტრი 0-100-ზე ბუქსაობს მაგრად. 2 0-100 ქონდა 291 და 299. 400 მეტრი ქონდა 10.01 და 10.08. მაგრამ 100-200 მქონდა 4 და 7. პლუს 0-200-იც 7-6 ვიარე. კი, მაღლებში 0.2 მოვაკლდა, მაგრამ 0-100 და 400 მეტრი ეთყობა რომ ბუქსაობ, მე ვერ მიდის რა. 10-ზე ნაკლებში რო ვერ დადის. აგერ 291 299 იყო 0-100 მაგრამ ბუქსაობს მე 100-200 იყო 4-7 და 4-7 გერ არის 400 მეტრი იყო 10.01 10.08 10.08 ესეც მარტო ვიჯექი 10.01 10.08 და აი ეს ვიჯექი წეღან სამი კაცი და აქ სატელიტის ცუდი ხშირე ქონდა და მაგრამ რეალურად შედეგი ნაღდია. მაგრამ იგივე დრო არის, ანუ სამი კაცით და მარტო ერთ იგივე დროში ვიარე, იმიტომ რომ ნუ ბუქსაობდა. ამ სიჩქარე ნახეთ 230-ით შევედი ახლა და მანამდე სამი კაცით 224-ით შევედი. შესაბამისად წონამ კი სიჩქარე გაიზარდა, მაგრამ დრო იგივე იყო, ამიტომ იბუქსავა და მაგიტო. ესე იგი 0-200-იც ქონდა 7-6 7-3 მარტო. აქაც მაგარია. კი, კარგი დრო არის. M5-ზე ბევრად ჩქარია, მაგრამ რავი, ეფექტი რომელი M5-ზე დააკონკრეტე? F90 არა, სტოკი გაკეთებული. გაკეთებული. რამდენ ცხენიანზე? ცხენი არ გაგვიზომია, მაგრამ ბევრი აქვს. 200 250 4-6 მაგაში რამდენი ჯობნის M5-ს? კარგად ჯობნის. სხვა რა გავზომეთ? ეს 1 მერვედი 7-5 100-200 ვნახეთ. 1 მეოთხედი ვნახეთ, 0-100 ვნახეთ. 0-100 ეხა M5 2-6-ში დადის თავისუფლად რა და ამ მოდელს ჭირდება ეხა ჩვენ დიდი დისკები გვიყენია. 19-იანი საბურავები რო დავაყენოთ, სლიკები, ის რაც უწერია რომ 2 და 1-ში თუ 2 და 2-ში 1.9-ში წებოზე ალბათ, წებოს გარეშე 1.9-ში არ მგონია. წებოს გარეშე დადის. მაშინ საბურავი და დავაყენო რაღაცა ისეთი სლიკი რომ მოეჭიდოს, იმიტომ რომ მაგრა ბუქსაობს ახლა რა. აი პლეიდის აჩქარება. ესე იგი, აქ გვაქვს რეჟიმები, არის ჩილის რეჟიმი, ანუ წყნარად სასიარულო, საჩილო. წყნარად სასიარულო, რომელიც ეკონომიაზეა და უფრო მეტ კილომეტრაჟს გაგატარებთ, არის სპორტი, რომელიც ცოტა მეტი ცხენიზალა აქვს და უფრო ჩქარი არის. გვაქვს პლეიდი, ყველაზე ჩქარი და გვაქვს drag strip mode, ეს უკვე რომელიც არის დრაგისთვის განკუთვნილი კერძოდ 402 მეტრის გავლის რეჟიმი არის ეგ მოდელი და ამ შემთხვევაში გამოიმუშავებს ყველაზე მაქსიმუმ ცხენიზალას და ყველაზე მაქსიმუმ მონაცემებს, რაც კი შეიძლება გქონდეს ამ მოდელს. აქ გვაქვს ინსტრუქცია როგორ უნდა დავლანჩოთ. ჯერ ვაჭერთ ტორმუს, მერე ვაჭერთ ტორმუს და გაზს ერთად და მერე ვაჭერთ გაზს.
ეს არის ლანჩის კაი, საინტერესო რაღაცები აბა რა არის ზოგადად აქ მენიუში? რა შევიხლებით. მოუდი აქვს, ანუ დრიფტ მოუდის აგერ გვაქვს. შეიძლება შედიმან. ტრეკ მოუდი გვაქვს, ტრეკზე სასიარულო. აგერ გვაქვს დრიფტ მოუდიც. Race preset, drift preset. დრიფტ preset. დრიფტის რეჟიმი გვაქვს, საგონკაო რეჟიმი გვაქვს, რეისი გვაქვს. აქ გვაქვს ცალკე დრიფტი, სტაბილიზაცია. ამ რაღაცებში ვერ ვერკვევი, მაგრამ აქედან არეგულირებ. აგერ დრიფტ მოუჩი რო არ შესული, აქედან შეგვიძლია დავაყენოთ წინა წამყვანი იყოს 100% თუ უკანა წამყვანი იყოს 100%. ნუ შეგვიძლია 50-50-ზე გავაკეთოთ 25-75-ზე, ნუ რამდენი პროცენტულად გინდათ, ისე დავაყენებთ და ან იქნება წინა წამყვანი, ან უკანა წამყვანი. ესეც საინტერესო რაღაცა არის. შემდეგი ესაა რამდენი პროცენტით მოცულობა იყო ჩართული რა პლუსათი მინუსათი ეს რა არის Regenerate მოხმის რო არ აწვევი და ის თვითონ ვატორმუზებს გას რო გაუშვებ თვითონ ვატორმუზებს აქედან ყოფილა აგერ ბოლომდე მაინც ვერ შევ 5%-ზე რჩება ესე 100% ანუ გას რო გაუშვებ ტორმუზ დაჭერა არ გჭირდება და თვითონ ატორმუზებს და იმუხტება თან მაგ დროს პლუს იმუხტება ესე დროს აირვითაც რო დავდიოდი, გას რო გაუშვებდი ფეხს, ავტომატურად იმუხტებოდა ელემენტი. ესეც იგივე ფუნქცია აქვს ამას. ნუ აქ დრიფტი, ესენი ეს რეისტრაკი აქ როცა კალცოზე დადიხართ, სარბოლო კრუგზე დადიხართ, აქედან შეგიძლიათ ეგენიც დაარეგულიროთ. დავედით. კიდე რა ხდება? Suspension-ში რა ხდება? Suspension-ში პადუისკის აწევ-დაწევ, აი ეხა არის medium-ზე, შეგვიძლია ამას ჩამოვწევ დაბლა და დაბლა დაიწევს მანქანა. აბა, დავილოდოთ. ჩავია? ო. აბა, ხა ბოლომდე აწიე. ეხა ზევით ავწიოთ. აი, წამოიწია მანქანა. ეხა ვიდეოში ეგ არ ჩანს, მაგრამ აგერ რო უყურებთ, მანქანა წამოიწია. კი, წვირი ამოწაწია. ეხა დავწიოთ, აი დაიწია. ვერ გზნობ ბიჭო. წვირს მაინც უყურე, რო ადის ჩადის. აქ არის ამორტიზატორების სიგრუბე, სირბილის მაჩვენებელი, აქედან შეგიძლია ავტოზე თვითონ გადაწყვიტოს, როგორ დააგრუბოს და არბილოს აგერთა კომფორტი და სპორტი. ესა დატენვის ეხა არის 60%-ზე. ეხა არის უკვე 60%-ზე, ბევრი ვიარეთ და დავსვით. ავტოპილოტი. დააყენებ, გვერდზე დაიძინებ და მანქანა თავისით იგრის. თუ ნავიგაცია მარგამაზა რაღაც. ჩვენთან ეგ არ მუშაობს რა. ეს არის საკეტები. განათებები. სიდენიები. მასაჟები არა, ხო? განთბობა და ვენტილაცია აქვს და უკან. სერვისი. საბურავები, უი, რამდენ სამნახევარ ბარებზე არის საბურავები. 2.9. ეს ნავიგაციის არის. ეს ტრიპები, ბოლოს რამდენი გაიარა აქ წერია მონაცემები, რომელშიც მე ვერ ვერკვევი 66.2 მილზე 20 წუთი რა არის. 26 კილოვატი დავხარჯეთ 33 წელზე. ეგ გადაგვითარ უნდა გლეხურ ენაზე რაც ნიშნავს? მილებში. არა, 10 კილომეტრი არის 6.2 მილი. Wi-Fi არის, Bluetooth არის, ხმის აი აპგრეიდი რა. ეს სარკეები, რული, შუშის გამწმენდები, შუშები, პადუესკა აწევ-დაწევა, შუშის სარკეების დაკეცვა, ეკრანი, child lock-ი. ან ღილაკები რაც უნდა იყოს, მან დავა ყველაფერი რა. ხო. ეკრანს. კი ბატონო. თუ რამე ვერ მიაგენი აქ search-ი აქვს, საძიებო ველი აქვს და ჩაწერდა ამოიგდებს მარტივად. გოგა. ეს ზადნის ჩავა. ეს წინ წასვლა არის. ჩვენ აქ წესით გამოვიდეთ. აპორნები უნდა გაგვეგრილებინა და იმდენი ხარ ვიდექით გაგრილდა. აი უკან მანქანა მოგვადგა, რას ხედავს? კამერას დააჭირე, ეკრანზე კამერას თვალს დააჭირე და ყველი კაი, მაგას დააჭირე.
უკან შეუხვია. აი აქ აი გვერდზე მანქანა გვიდგას და აქაც თან ცხვირით აქეთ რო დგას მანქანა იმას საჩვენებს. მანქანა საწინააღმდეგო მიმართულებით დგას და აქაც იგივეს გვაჩვენებს. აჰა აი იქაც მანქანა დგას, აქაც გვაჩვენებს რომ მანქანა დგას სადღაც ახლოს. მაგრამ ჯერ და ფარები მუშაობს ძალიან კარგად, მე მაგის აღნიშნა მიყვარს ხოლმე და. ავტოზე ჩართე და სულ ანუ ადაპტიურია და ხო თვითონ იმას ხო გამოურთავს ჩაურთავს. სტრეჩნის არ ურთავს რა ხო. წესიერ მანქანებში აქ რო ახდი ძრავიდებ. მაგ ძრავი არ გვაქვს, აქ გვაქვს სათავსო. არაფერი განსაკუთრებული შეგინთ არ არის. შეგიძლია ჩანთა ჩადო, წინას და უკანაც. ზაზორები აქვს. ქარხული ზაზორები აქვს ძალიან მაგარი. დიდი ზაზორები აქვს. რაც მე არ მომწონს. დისკები გვიყენია რამდენიანია? 21-იანია, ხო? თუ 20-იანია. დისკები გვიყენია 21-იანები, მძიმე დისკები არის და ესეც აჩქარებაში თავის საქმეს შვება. 19-იან დისკებზე უფრო მაგრად ჩქარდება ეს მოდელები, მით უმეტეს სლიკი თუ დადგა, ბევრად ჩქარა ივლის 400 მეტრს. 21-იან დისკებზე, მძიმე დისკებზე ცოტა უჭირს, მაგრამ პილოტ სუპერსპორტები კი აყენია, მაგრამ მაინც მაგრად ბუქსაობს. ძალა თავისას შვება. უკანაც დიდი სათავსო გვაქვს. მაგერ კაი დიდი ლიტრაჟობის არის, არ ვიცი აქ რამდენი ლიტრიანია, ვაფშე არაფერი არ ვიცი ტესლაზე, მაგრამ რასაც უყურებ, კარგი დიდი სათავსოა. ცოტა დიდი არის. ო, მარტივად ჩადებ ბევრ რაღაცას. აქ რა კნოპკები გვაქვს? აქედან სიდენიებს მართავთ. გადავწევთ, გადმოვწევთ. მარტივად აქვს ყველაფერი. უი, აქაც რამხელა სათავსო გვაქვს, ნახე. აი როგორ ეტყობა ძღოლი ის რო არის, BMW-ს პატრონი რო არის, BMW-ში ნიკი რო არის პატრონი, კლუჩების ნაბორი უდევს. რა თქმა უნდა. აქეთაც რაღაცა იმენა მანქანა არის სათავსო. იქითაც რამხელა სათავსო გაიჩნდა. ხოლო, მართლა რა ამბავია? ყველგან სათავსოა. ყველგან შეგიძლია დამალო რაღაცები. უკან საკმაოდ დიდი ადგილი აქვს. ვაუ, უკან უფრო კაი დასაჯდომია ვიდრე წინ. ბევრად მაგარი არის უკან. დიდი პანორამა ჭერით. ძალიან ლამაზია უკნიდან. ნახე, აქაც პატარა მონიტორი აქვს, აქედან კლიმატს და რაღაცებს მართავ, სიდენიის გათბობას. უკან ჯდომა უფრო მომეწონა ვიდრე რულთან. რული მაგრა არ მომეწონა, კატასტროფა არის, სადაც მოხვეო რომ მინდა ვმაზავ რულს. ვერ ვატრიალებ. ნუ მაგასაც ტუნელი რო არა აქ ფეხიზეს. რაო? აქა? ხო, მა. ო. კარდანი არ გადის აქ შუაში და მაგიტო არ აქვს ტუნელი. კარდანი რო გადიოდეს ეკნება მერე. უკიდან უფრო ლამაზი, აქედან რო ზივარ, რაღაც უფრო ლამაზ სივრცეში ვზივარ ვიდრე რულთან. მე მომეწონა, მომეც აქედან გადავიღო. აი, ესეთი ხედი მაქვს მე აქედან. აი ზევით. შუშის ლუკი გვაქვს, პანორამა გვაქვს. ბევრად ლამაზი არის, აქ ესე რო ვზივარ, ვიდრე რულთან. გავამართვი ბატონო ოპერატორო. მე უკან უნდა ვიждებსო. ერთხელ ამ კრუგზე მოდელ 3 პერფორმანსით ვიარე და იქ დრიფტ მოუდი ქონდა რა. და იმითი ვისრიალე აქ მაგმანქანით და ცოტა უცნაური იყო თავიდან დრიფტის დაწყება, მაგრამ მე ნელ-ნელა დავამუღამე. ამ მანქანასაც აქ ეგ დრიფტ მოუდი, მაგრამ ისეთი რული აქვს, რომ აშკარად რაღაცა ცუც გვიზავ და შემოვარდები სადღაც და ამიტომ არ ვწდი მაგას. იმიტომ რომ რგვალი რული მინდა მე რაზეც ვარ მიჩვეული. ეგ რული მინდა, ამას სანამ მივეჩვევი, შეიძლება ეგერ ავიდე მოკლეზე ბალახებში. ზოგადად რა ვიცი, ვიზუალურად მე დიდად არ მომწონს ელექტრომანქანები, მაგრამ ვიზუალზე ლამაზი მანქანაა. თან დაკიდების სისტემა ცოტა დაბლა არის დაწეული და ვიზუალზე უფრო ლამაზი არის. და Mercedes-ის აქ. რა? Mercedes ხადავი აქვს? ცოტა ადრე გეთქვათ, ვაფშე არ ჩავждდებოდი. ფუი.
ერთი ეჩი არა, მაგრამ იგივე როჟაა რა. არ გვინდა Mercedes-ი, კაცო. თეთრი ფერი მე განსაკუთრებულად მომწონს. თვითონ ეს მანქანა ძალიან სვეჟია, ეგეც არის. კი, მანქანა სვეჟია, რა თქმა უნდა. ძალიან მომწონს ამ მანქანის შიდა ინტერიერიც თეთრი ფერი რო არის და გარედანაც ისეთი ლამაზი თეთრი არის, რომ საერთო ჯამში ძალიან კარგად გამოიყურება. ყოველთვის მე ღია ფერის სალონი მომწონს, ვიდრე მუქი ფერის ხოლმე. წითელი განსაკუთრებით მომწონს ძალიან წითელი სალონი. შავ სალონს მე ყოველთვის მირჩევნია უფრო ესეთ ღია ფერის სალონი. რომელ წლიანია? აი ახლა რო შევადაროთ მაგალითად F90-ის M5-ს, აი მანქანით რო დავდივარ ყოველდღიურობაში და უცებ რაღაც მომენტში დააჭირე, გავუშვი რაღაცა, იმას უფრო სხვა მუღამი აქვს რა, იმ მანქანით უფრო მეტად ვკაიფობ და ვიღებ სიამოვნებას, ვიდრე ახლა ამ მანქანით გავიარე რა. ნუ შეიძლება ახლა პირველად დავჯექი და 10-15 წუთი ვიარე და ის ემოცია ვერ მივიღე, მაგრამ მაინც იმ მანქანას ბევრად დიდი სხვა ემოცია აქვს რა. ალბათ ელექტრო რო არის და ძრავის ხმა რო არა აქვს და მაყუჩის ხმა არა აქვს, ალბათ ეგ როლს მოქმედებს ყველაფერს. ჩემი აზრით ალბათ ეგრე არის. ბევრად ჩქარია, ეხლა რო შევადარე დროები, ბევრად ჩქარია, მაგრამ ემოცია 0 ჩემთვის. ბიჭო რა M5-თან რულთან რო ვზივარ რა, იქ რულთან არ ვზივარ როა ჭერ? რეალურად ვერზე უფრო პირველ დიდი აფშენია. ზუსტად ანალოგიური ემოცია მქონდა, ანალოგი ემოცია რა შეგრძნება მქონდა იმაზე. Porsche Taycan Turbo-ზე რო დავჯექი. ვაფშე რა, ვაჭერ და ციფრები გარბის გიჟივი და მე ემოცია 0 მქონდა რა. აი, სტრაფი არის, მაგრამ ემოციას არ გიტოვებს. ემოციას არ გიტოვებს. ელექტრომანქანების პლუსი ის არის, რომ გამბაჟება უფასო არის და მარტო ნომრების საფასურს იხდი და დატენვაც და 12 ლარი უნდა მე მგონი რომ დატენო. ელექტროზე ესეთი თემაა, რომ 10%-ზე დაბლა სასურველი არ დასვა ელემენტი და 100%-ზე დატენვაც არ არის სასურველი. ანუ 10-დან 80%-მდე მოიხმარებელს და აი მაგ კაი 40 ლარის დატენვით რამდენი კილომეტრს გადის? რეალურად 400-450 კილომეტრზე ნორმალური სიარულით ჯარიმები რო არ მოვდის ისე რომ დაგიხარ ავტობანზე მიწახი. ხო, ანუ ავტობანზე ტრასაზე, ქალაქში კიდევ უფრო მეც გადის ვიდრე ტრასაზე რა. ესე იგი რომ შევადაროთ ბენზინიან ძრავთან, შიდა წვრის ძრავთან, ძალიან დიდი სხვაობა აქვს თანხაში. მაგალითად 40 ლარის დენით რო დაიტენება, ბოლომდე დატენვა არ უყვარს ელექტრომანქანებს, სადაც 90%-მდე უნდა დატენოთ, რომ ელემენტები შეინახოთ, 40 ლარის დენის ხარჯით გადის სადღაც 400-450 კილომეტრ ტრასაზე. ქალაქში უფრო მეც გადის და მაგალითად ეხა M5-ში, F90-ის M5-ში 40 ლარის ბენზინი რო ჩავასხა, რავი, ერთს დავაჭერ და აღარ იქნება. და ეს ამ შემთხვევაში ბევრად ეკონომიური არის რა. 40 ლარის ბენზინი ალბათ F90-ს ჭირდება, რავი, დაქოქე, გაათბე და ერთი დააჭირე. всё, მეტი შანსი აღარ აქვს. ამ შემთხვევაში ელექტრომანქანა ბევრად ეკონომიურია და ბევრად მეტს გადის კილომეტრში. მაგრამ ემოცია მაინც ჩემი აზრით ის ემოცია არ აქვს, რაც შიდა წვრის ძრავიდან ვიღებ მე პირადად. გზაში რო იგაზაო მაშინ ახდება. ანუ გააჩნია როგორც F90-ზე რო იგაზაო სადაკი თავდება. მე ბენზინი ჩაასხავ და წახვა. და ყავას დალევს და წახვა. ნუ არის მე იქით დასავლეთ. ერთი ისტორიას მოგიყვებით. ბათუმიდან სამეგრელოდან მოდიოდით ორი მანქანით F10 M5-ით და F95 X5 M-ით. ჩქარა მოვდიოდით. სიჩქარეს არ ვიტყვი, ჩქარა მოვდიოდით და ქუთაისის ავტობანზე, ნუ რა თქმა უნდა, ბევრი ჯარიმები მოვიდა და ყველა გადავიხადეთ, მაგრამ გვეჩქარებოდა რა. ქუთაისის ავტობანზე დავინახეთ შავი პლეიდი მოდიოდა რა და ეხა ავტომატურად
რაღაცა მე რომ მაგალითად აი გზაზე მივდივარ და ვიღაცა ორ მამანქანამ ჩამიარა ისეთ ჩქარა თან BMW-მ ან Mercedes-მა, ავტომატურად მეც გამოვეკიდები რა 20 წლის წინ. გამოვეკიდებოდი. ხო და რომ გაუვარეთ ის მუღამი იყო რომ მეთქი ეს მანქანაც აგვეკიდება, გამოგვეკიდება და რაღაცას გზაში ვიზავთ, მაგრამ არ წამოვიდა ეს პლეიდი და ვერ მივხვდი რატო არ წამოვიდა. თან ისეთი პლეიდი იყო რომ ხშირად დრაგზე რო გამოდიოდა ვიცანი ის მანქანა რა და ანუ მე პატრონე იყო ის რომ ჩქარა დადის და უყვარს სიჩქარე და არ გამოგვეკიდა და მე ვიფიქრე მეთქი რატო არ გამოგვეკიდა და მე მივხვდი რომ გამოგვკიდებოდა ელემენტები დაუждდებოდა ალბათ და ნუ ვეღარივლიდა და ეკონომიურად ალბათ მოდიოდა და მაგიტო არ გამოგვეკიდა რა. რას დიდი მინუსია ელექტრომანქანის ჩემი აზრით. მაგრამ ეხა ბატონმა გიორგიმ ეხა მე პატრონემ თქვა რომ სტრაფ დამტენზე 10-15 წუთში დაიტენება ყავა დალე გააგზელე ისევ სიარული. იგივეა ბენზინიანი ძრავითაც ეხა იმ ხუთში რომ გავავსო ბაკი ბათუმამდე ვერ ჩავალ. სულ ოჩქარავია რომ სადღაც ხოვ და გავჩერდე ბაკი ბენზინი ჩავასხა და იგივეა ესეც რა. მაგრამ მაინც მან მეორე თემა ისაა რომ იქ რომ მიხვალ ყავის დასალევად რო შეარტო დაგხვდება ცარიელი იქნება ტენის ვიღაცა. ეგ აპლიკაციაში ხედავ ყველგან თავისუფლად შეიძლება წინასწარ დაჯავშნო რა. შევიდიხარ ეს. ხედავ. კი შეიძლება დაჯავშნო 9 საათი. აი თურმე დაჯავშნა შეიძლება სატენის დაჯავშნა მაგალითად მივდივარ და აპლიკაციიდან მივდივარ და ვიცი რომ იქამ რაღაც დამტენამდე უნდა მივიდე, იქ დავჯავშნი და არავინ არ დამხვდება იქ რომ არ ველოდო დატენვას რა. დაჯავშნილია ვერავინ ვერ დატენის და არ მიცემს უბრალოდ თუ როგორ. ანუ ტელეფონი შენ სანამ არ გამორთავ, სხვა ვერ ჩართავს რა. იქ რაღაც keywords ნახებ ან რაღაცას ხო? ანუ აპლიკაციაში. აი ეს გაზეთებს სად არის სატენები ხო მაგალითად ჩვენ გვაინტერესებს თბილისშია. აი 80 კილოვატიანი ექსტრაფია 120 კილოვატიანი კი ესენი სტრაფია მაგალითად ქუთაისი ამ შემთხვევაში არა აქვს რომელიღაც ხვებს აქ რა ვიცი ანუ თბილისის მასშტაბით პრობლემა ხარ ამ მანქანებს უკვე ნუ სხვა ტესლებსაც რა ალბათ სადღაც 2019 წლის ზევით უკვე CCS სტანდარტის დამტენები აქვს რომელიც 240 კილოვატ-საათამდე ტენის რაც ამ ავტომობილს 10%-დან 80%-მდე ტენის 15 წუთში მაქსი ჩქარეზე ანუ დაახლოებით 300-400 კილომეტრს გაივლის რა 15-20 წუთის დამუხტვით 15-20 წუთში მაგდენს თუ დატენი და მაგდენს გაივლი ჩემი აზრით კარგი არის უკვე არ გიწევს საათობრით დგომა დამტენზე რომ გააგზელო გზა 10-15 წუთში თუ დაიტენება უკვე კაი ვარიანტია რა. მნიშვნელოვანი რაღაცაა რომ ანუ 90%-ის მერე ანელებს სიმძლავრეს ძალიან უკლებს რა. და მეორე ხო მე დიდი დრო ჭირდება რომ დაიტენოს 100%-მდე. ბევრად მეტი დრო მიაქვს ვიდრე 10-დან 80-90-მდე. 90%-ზე რომ დაიტენება აღარც არის საჭირო 100-მდე დატენო გააგზელებ ჩაოლებრად გზას და მიხვალ დანიშნულების ადგილამდე ჩემი აზრით. და ანუ ის პრობლემა რომ ადრე რაც იყო რომ აი წავედი და ან ვიღაცა შემხვდება შეერთებული და მე ვერ შევალ იქ სტრაფი დამტენი ყველგან არ არის რაღაცა დღეისობით ეგ რა მე ესეთი რაღაც არ მომცვლია და ნუ ყველაფერი შეიძლება მოხდეს რა ვიცი ხო მაგრამ გაბერუებული არ არის ძალიან ბევრი დამტენებია გზაზე 120 კილოვატიანი 160 კილოვატიანი რავი უმეტესობა მოდელ 3-ებს 75 კილოვატიანი ელემენტი აქვს პლეიდს და ლონგ რეინჯებს აქვს 100 კილოვატი რა თან ნუ მაქსიმუმ 40 წუთი წაიღოს ამის დამუხტვამ აი ეს არის მაქსიმუმი შენ ხო ეს ამერიკიდან ჩამოიყვანა შენ თვითონ და ეს სტრაფი დამტენის ეგ თავით ჩადემოთ რაღაც ჩამოყვა? ო ანუ ეგ ერთი 3 წლის წინ პირველი ტესლა ვიყიდე, long range plus-ი იყო, ის ბევრად მეც გადიოდა, მინდა ვთქვა 550 კილომეტრი გავიარე მე კიდევ 30-ს მიჩვენებდა და მაგის მერე ამბობენ რომ 0-ის მერე კიდევ 50-ს მიდის და ანუ რეალურად რაც 620 კილომეტრს იტენებოდა და რეალურად გადიოდა მაგ მანძილს მეც სამეგრელოდან ყვარელში ვარ ჩასული რა ანუ ის ბევრად ამხრივ ჯობნიდა ამას მაგ დროს შევიძინე CCS დამტენი მაშინ CCS 1 იყო ისიც მაგ CCS 2-ც ვიყიდე რავი აი არ სადღაც 400-500 ლარის ფარგლებში იყო მე რო ვიყიდე მაშინ ეხლა როგორც ვიცი ერთი $100 იყიდი CCS-ის გადამყვანი აი კარგი ხარისხის მაღაზე არ უნდა დაზოგო ფული
და მეტი რავი ქალაქის დამტენებს თუ ხმარო, ნუ ეხლა ეგ არ არის საჭირო რა, ანუ ერთი თავი CCS-ის გაგდა, რავი, სახში თუ შტებცელი გაქვს, ვაფშე ეგეც არ გჭირდება, სახში მიდიხარ, აერთებს საღამოს დილით დამუხტულია და აი ზოგ დამტენ სტანციებს აქ პირდაპირ Tesla-ს შესაერთებელი რა. ზოგს აქ CCS-ი, იმიტომ რომ CCS-ი გახდა აი საერთაშორისო სტანდარტი რა. ყველა არა მარტო Tesla, ანუ Volkswagen-ი, რავი, ყველა უშვებს ყველა ელექტრომობილს უშვებს, ყველა წარმოებელმა თავისი თავი და სტანდარტი გამოიგონა, მაგრამ რეალურად ანუ Tesla-ს აქვს თავისი თავი და აი CCS 2 არის, რავი, ყველაზე გავრცელებული ევროპაში, საქართველოშიც, რუსეთში და რავი, ყველგან ეგ არის ყველაზე ხშირი რაც ხდება. დენთან ესეთი სიტუაცია რა, სახში რო დატენი, სადღაც რა, აი 18 ლარი დაგიჯდება ალბათ 0-დან 100-მდე. ანუ კილოვატის ფასი ზუსტად არ ვიცი, მე მგონი 18 თეთრია თუ რაღაც თუ არ ვწდები და. ანუ სახში 0-დან 100-მდე გიჯდება 18 ლარი. 40 ლარი ჯდება აი სწრაფ დამტენზე რომ მიდიხარ და 20 წუთში 25 წუთში დატენილი ხარ და მიდიხარ რა ეხლა ეგ რავი სინდისიც კაი საქონელია და რავი როცა ამდენი ცხენი გაქვს ხო და ამის გადი არ არის პრობლემა მაგის გადახდა ხო და ის long range რო ყავდა ის მეც გადიოდა და ნაკლები კი long range პლუსი მყავდა მაგას აქ ამას აქვს 100 კილოვატი ელემენტი და მაგას პლუსი იმიტომ ქვია რომ მაგას კიდევ 10 კილოვატი დაუმატეს რა თან dual motor-ია ეს სამძრავიანია, ანუ ეს მეც მოიხმარს ყველა ვარიანტი. ედი სამძრავიანია და ის ორი ძრავიანია. ამას ორი ძრავი აქვს უკან, ერთი ძრავი აქვს წინ და იმას ორი ძრავი აქვს, ერთი წინ, ერთი ukან. სისტრაფით ისიც არ იყო, 3 და 2, 3 და 3-ში დადიოდა 0-ას ისიც. ძველი გენერაციის 20 ეს მანქანა არის, სხვადასხვა რესტაილინგი, მეორე რესტი რა, ანუ მასკი არ ცვლის კუზაოს ერთსტოვებს ფაქტიურად ვიზუალურად, მაგრამ ყველაფერი შესრულია, აი წინაკრილოები, უკანაკრილო, ანუ ბევრად უფრო განიერია ვიდრე ძველი Tesla-ები. ვიზუალურად ძალიან გავს. მაგრამ ყველაფერი სხვა აქვს, ამას თავისი რომ ძველის არაფერი არ წავა რა, მაგის იმედი. ხო, გასაგებია. მაგას არ უყუროთო, ანუ როგორც Cybertruck-ზე თქვა, რომ ანუ ჟეშტის რაღაც ლითონის ჩამოსხმის ნაჭრებიდან არის აწყობილი და ანუ ეს არ არისო, ანუ ხარისხის სტანდარტი რა. ეგ არის მარტივი პასუხი მაგაზე. ხო. ვერ აწყობენ ალბათ კარგად, რა ვიცი. სხვა მხრივ ისე ყოველდღიურობაში ქალაქში კომფორტი, ტევადობა, რაღაცა სავალე ნაწილი რა როგორ შეაფასებდი ორ Tesla-ს რაც ყავდა? იდეალურად, აი პირველის მერე უეჭველი ვიცოდი რომ Tesla უნდა მყავდეს და ერთი S60 M5 მყავს, სულავასთან პროფილაქტიკაში დგას, იმედია მალე წავიყვან. და რავი, სანამ ველოდები M5-ს მიწევს Tesla-ს სიარული რა. ანუ აპრავდანია გააქვს Tesla რო ყავს S65-ის ყავს. კი, ბევრი კომენტარი მიწერეთ გიოს რომ გიოს გაუკეთოს M5 რაც შეიძლება სწრაფად. აჰა, ეს იყო Tesla-ს კმაყოფილი მფლობელის შართვა, ეხლა დაუბრუნეთ ბატონ გიორგის და კამერებზე არ გითქვია ჩვენ სხვათაშორის არაფერი. რომელიც ღმერთმა დაიფაროს და ავარიის შემთხვევაში ხო, კამერები იწერს. ეხლა ჩვენ რო ვიაროთ, შავი ყუთივით არის, ხო? კი, ყველაფერს იწერს. მაშინ რო გვიძახდი Model 3-ით ვიზანოსი აქ, ეგ ამოვიღეთ და მქონდა ეგ ვიდეო, რომ აქ კრუგზე როგორ დავდიოდი ზანოსით. ხო, ამ თვითონ აგერა კამერა, ეს ერთი. ყველგან კამერა, ეს მანქანაც სარიელი კამერაა, ყველგან კამერა აქვს. ხო, ალბათ. სარკეებზეც აქვს. კამერა აქვს ფოტოშოპს, მე პროსტა გამორთული. აგერა, კაი კამერა, Say smile. Say cheese. აგერა კამერა კიდე ერთი, სადაბა? აი აქ, აი. ხო. და ეგ შეგნი ჩენ გიღებს, ხო? ხო. მაგალითად თუ რამე საფრთხე და ცოლ შეუძლია მოიღოს. მე რა ვიცი. თუ რამე საფრთხე იგზნობით მე ახლოს მოვიდა, გამოგიგზავნის შეტყობინებას, ჩაგირთავს კამერებს, შეგიძლია აპლიკაციაში შეხვიდო და ლაივში უყურო რა ხდება. თან იწერს ყველაფერს. ინტერნეტი რომ თუ არ აქვს მაგროს ინტერნეტი რა ვიცი, სიმბარათი გააქტიურებული მაქვს, ინტერნეტი აქვს და ყოველთვის კავშირზეა მანქანა. მე მაინც ეხა დავრწმუნდი რომ მაინც მირჩევნია შიდაწვის ზრავიანი მანქანა. არა, მაგაში ჩვენც გეთანხმებით კაც კი არ გედავებით. კაც ბაბა რატო ყავს S65? S65 სხვა თემა არის. ის სხვა განზომილებაა. ხო.
მე ძირითადად ვიძახი ზოგადად შიდა წვიზრავიანი მანქანა ბევრად უფრო ჩემთვის ბევრად უფრო მისაღებია ვიდრე ელექტრომანქანა, იმიტომ რომ ემოცია 0 აქვს. კი თქვენ ახლა შენ ვერ ახარ დალაგებულიო, რა ვიცი, ვერაფერი ვერ ვიგძენი, ისეთი აჩქარება და ისეთი ემოცია, რაც მე მიყვარს. ეს ერთადერთი ნაკლი ამ მანქანის არის, რომ ანუ არავის არ უნდა შენთან დადგომა რა. იმიტომ რომ როგორც კი ხედავენ, ეგრევე ყველას ინტერესი ეკარგება რა. ეხლა ამ სეტაპთან მიმართებაში რა, ამ საბურავები, რაც საბურავებიც აყენია. მაგ შემთხვევაში M5-ით უკეთეს დროში დავდივარ 0-ას. 400 მეტრი, ნუ იგივე დროში დადის. 100 ორაში ეს ბევრად ჩქარია, 0 ორაში ბევრად ჩქარია. 200-250-ში ჩქარია. ესე იგი ეს ბუქსაობს და მაგიტო ვერ არის იმ 400 მეტრზეც ბევრად ჩქარი. თორე რეალობაში საერთო ჯამში ბევრად ჩქარია. მაგრამ ეხა 72%-ია. ცოტა კიდე დაჯდება და всё. ფაფუ შენი ტესლა. მე უკვე უდაეგაზავს იმას რაღაცა ის 328-ს. F-ში და მინდა რულის დატრიალება, ეს ხო ვატრიალებ. აი ახლა უკვე დავამუღამე რა, რული სად უნდა მოვკიდო და აი აქ ახლა უნდა მოვკიდო რული და გადავწიო და არა მაქვს ეს. აქ რომ მოვკიდო და ამასაც თავის მუღამი აქვს რა. როგორ დაიჭერ რულს და როგორ მიეჩვევი რა. რო ხარ მრგვალ რულზე მიჩვეული, ამაზე სანამ ადაპტაციას გავილი ამ რულთან, ცოტა გიჭირს რულის ტრიალი და ეხა უკვე ვიცი რა დროს სად რა უნდა მოვკიდო და როგორ დავატრიალო, თორე პირველად რომ დავჯექი და ვატრიალებდი, ვერაფერი ვერ გავუგი, აქ ვავლებდი ხელს. კი, მე ვანახე როგორ უნდა დაატრიალო. აი ესე აქ თიც დაადებ, დაატრიალებ. აქ თიც დაადებ, დაატრიალებ. ჩემი სიმსოტივით არის ცალთითით რო ვატრიალებ ხოლმე რულს. და კონკრეტულად რომელიც სიმსოტი? E38 ბატონო გურამ. ხო, გასაგებია ჩვენი ელექტრომანქანა. ნახეთ რა არის, როგორ არის, რა შეუძლია. დავემშვიდობოთ მაყურებელს. ესე იგი დღევანდელი დღე სულ ეს იყო. კარგად ბრძანდებოდეთ. რაც თავარია, გამოიწერეთ არხი, დააკომენტარეთ და მოიწონეთ გვერდი. კომენტარებში დამიწერეთ რა მანქანას ისურვებდით, რომ გავტესტოთ და შევეცდები მოვიძიო ის მანქანა და გავტესტო. Mercedes-ი არ მითხრათ 213, აღარ არის ის მანქანა. წაიყვანეს, მაგრამ სხვას მიპოვი აუცილებლად. აბა, ჩამოუსვათ არა, აუუსვათ ზევი და წავედი.